აი ეს წონის რევერსის დროცა დაიწყო, სად ჩაგერთო შენ ელარმი, რომ აი მე კიდევ სუხდები, იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვეუბნები პაციენტებს, რომ გახსოვდეს რა იყავი, იმიტომ რომ აქამდე არ მიხვიდე. აი უკვე რომ დავინახე ერთ კვირაში შედეგი ამდენი უკვე იმდენად მოვინდომე, რომ ერთ წელიწადში მქონდა 100 კილო კლება. ხედავ, იმდენად სასიამოვნო იყო ეს ჩემი მდგომარეობა, რომ სუღიმილით დავდიოდი. ადამიანმა არ შეიძლება სუღიმილით იაროს, რაღაცა შეიძლება შეგაწუხოს. და წეღანდელ კითხვას უპასუხე მაშინ, რა განსხვავებაა პოსტოპერაციულ პერიოდში ამ კვირაში 10 წლის წინ და ეხლა? ადამიანი რომელიც წვება საოპერაციო მაგიდასთან. სანამ მაგიდასთან მივა. ეს შეიძლება რეზუმეზავით თქვა, მაგრამ ეს არის პირველი და არავითარ შემთხვევაში თავში არ უნდა გაივლო ის, რომ მე შეიძლება რამე მომივიდეს. მოგესალმებით, მე გახლავართ ვახტანგ გედიშერაშვილი, თქვენ იმყოფებით ჩვენს YouTube არხზე. მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გამოიწერეთ. აგრეთვე მივესალმები, ხლა მანიშნეს რომ სტრიმზე ვართ პირდაპირ. ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება იქიდან გამომდინარე. ერთი სული მქონდა ეს ადამიანი როდის გვესტუმრებოდა. 2 კვირაა გასული ოპერაციიდან. მოვახერხეთ რომ დღეს შევხვედრილი ყავით. ჩვენთან არის ჩვენი მეგობარი გია ბანაბიშვილი. ადამიანი რომელსაც მეორედ დაჭირდა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა. სულ თავიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ადამიანი იყო 200 კილო და პირველი ოპერაცია შეუსრულდა 2015 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში ზუსტად აღარ მახსოვს. 10 წლის წინ მე ვიყავი ბატონ ნიკოლოზ გვახარიას ასისტენტი, ბატონმა ნიკამ გაუკეთა გიორგის ოპერაცია. ნიკა იყო ჩემი მასწავლებელი, უჭკვიანესი პიროვნება, უდიდესი ექიმი და გამოვიყენე ეს საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ შეიძლება გახდეს საჭირო რევიზიული ბარიატრიული ქირურგია, ანუ განმეორებითი ჩარევა წლების მერე თუ ადამიანები არ დაიცავენ მიცემულ რეკომენდაციებს, ერთი და მეორე არსებობს ოპერაციები, რომელსაც თავისი მოქმედების ვადები აქვს და ამ ვადების გასვლის შემდეგ პაციენტი გარკვეული პროცენტულობით დაკლებული ზედმეტი წონის უკან შებრუნება ხდება. 2015 წელს, როდესაც გიორგი მოგმართა ქირურგიული მკურნალობისათვის, მაშინ წონდა 200 კილოს ოპერაციის წინა მომზადების პერიოდში დავაკლებინეთ დაახლოებით 15 კილო თუ სწორად მახსოვს, ხო? და სადღაც 185 კილოთი შევედით საოპერაციოში და აქ პირველი ოპერაცია შესრულდა ლაპარასკოპიული სლივ გასტრექტომია. და რატომ უსვავ ხას ამას? შეიძლება და უფრო დიდი ოპერაცია გაკეთებულიყო, მასშტაბირებელი ბაიპას ოპერაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობა არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო დიდი ხანი ყოფილიყავით საოპერაციოში, აქ თავისი ნიუანსები არის და გადავწყვიტეთ მაქსიმალურად პატარა ჩარევით მიგვიღო ის შედეგი, სიცოცხლის გადამრჩენელი შედეგი, აქ არ არის საუბარი რაღაცა ფიგურის კორექციაზე და ასე შემდეგ, ადამიანი რომელსაც გადაადგილება უჭირდა, სუნთქვა, ქონდა პიკვიკის, სადაც ჯდებოდა, ეძინებოდა, მოკლედ საკმაოდ მძიმე დარღვევები ქონდა ორგანიზმში, რის გამოც პირველ ეტაპზე გადაწყდა, რომ შესრულებული იყო სლივ გასტრექტომია. ოპერაციის შემდეგ კლება იყო 100 კილოგრამი, ზუსტად 97 კილოზე ჩამოხვედი გიორგი, ხო, მაშინ. და ყველაზე კარგი რაც არის, პაციენტმა ზუსტად 8 წელი შეინარჩუნა ეს დაკლებული წონა და ბოლო 2 წლის განმავლობაში წამოვიდა უკვე წონის რევერსი, წონის მატება და გადავწყვიტეთ 155 იყავი ხლა. 152 რომ მოვედი შენ. ეხლა ხო, ეხლა ამ გაკეთ ხო 152 კილოგრამში წონდა უკვე პაციენტი, რომ შეუსრულეთ 2 კვირის წინ ზუსტად 13 დღეა დღეს. ოპერაცია სლივ გასტრექტომია გადაკეთდა რუენდუაი გასტრიკ ბაიპასად. ანუ ბაიპას ოპერაცია, ერთ-ერთი ტიპია ბაიპას ოპერაციების. და იმასაც ახსნით რატო გადაკეთა რუთ და არა თქვათ ერთანასტომოზიან გასტროშუნტირებად. აქ იყო პრობლემა ნაღლის ბუშტის კალკულოზური ქოლეცისტიტი ჰქონდა პაციენტს, ანუ ნაღლის ბუშტში იყო კენჭები, გახდომის პროცესში ჩნდება სამწუხაროდ, როცა დიდ წონას იკლებს პაციენტი,
არის იმის შესაძლებლობა რომ ჩამოყალიბდეს ნაღველი-კენჭოვანი დაავადება და ბატონ გიორგის ჩამოუყალიბდა ეს დაავადება და აგრეთვე იყო რეფლუქსი და საყლაპავის მესამე ოთხი ხარისხის დიაქარი საკმაოდ დიდი და ერთდროულად შეუსრულდა ფაქტიურად 3 ოპერაცია პაციენტს. დღეს ჩვენ გვერდით იმყოფება მოგესალმები გიორგი, ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი, გამიხარდა შენი სტუმრობა, ველოდებოდი ძალიან ისეთი თემაა, რომ ნუ ერთხელ თუ ოპერაცია გავიკეთე, მეორედ რაღაცა უნდა დამჭირდეს ოპერაცია და მაგალითი ხარ, რატო უნდა დაგჭირდეს მეორედ ოპერაცია. მოგესალმები, დავიწყოთ. ასე პირველი ოპერაციიდან დავიწყოთ. შენი მდგომარეობა ოპერაციამდე, პერიოდი მომზადების, ოპერაციის მერე როგორ გრძნობდი თავს და ეს -100 კილო და მერე გადავიდეთ უკვე ახალ ისტორიაზე. მოგესალმები, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი სანამ უშუალოდ ოპერაციაზე გადავიდოდეთ, პირველ ოპერაციაზე. მე ერთი რაღაცაში უნდა გამოვუტყდე და გაიგებს ის, ვისაც ჩემნაირი პრობლემა აქვს სიმსუქნის. ყოველთვის როცა სუქან ადამიანს ეუბნებიან არ გიშლის სიმსუქნე, ის ეუბნება არ მიშლის. იმიტომ რომ ის თავის თავში კლავს იმ რაღაცა დოგმებს, რაც თქო ხალხში მიღებულა რომ ვაიმე რამ სუქანია და რაღაცა და უნდა რომ სრულფასოვანი იყოს იმ საზოგადოებისთვის, რომ არ მიშლის რა, მე არ მიშლის, მე მქონდა ეს პრობლემა. მქონდა პრობლემა 150 კილოდან 160, 170, 170 ვიყავი, 140 ვიძახდი, 180 ვიყავი. უბრალოდ ვეღარ ვიძახდი 140, ვიძახდი 150 და ასე. მოკლედ დამალვა ყველა მსუქან ადამიანს აქვს წონის დამალვა. არავინ არ თქვას ის, რომ არ მაწუხებს. არ არსებობს ეგეთი სიმსუქნის არ შეწუხება არ არსებობს. მით უმეტეს როდესაც უკვე ასახში შედიხარ, ჯერისადაც ასაკობრივი შენი მდგომარეობა არის ჯანმრთელობისთვის ცუდი, რომ თუ არ მიყვები მართლა ჯანსაღ ცხოვრებას, ჩვეულებრივადაც რომ ასაკი მოგიმატოს, გაწუხებს რაღაცები და მით უმეტეს ამას რო ემატება კიდე სიმსუქნე ეს არის კატასტროფა. და მით უმეტეს დავამატებ კაცებში დიდი რისკი არის ინფარქტის და ინსულტის, დიაბეტი, ხო, თავისთავად, ვინც მიჩვეულია ჭამას, მას, მეგობრებში, მაგაცებში, ანუ მთელი რიგი ასპექტი არის ამ ყველაფრის და ჩემი დაკვირვებით, ჩემი თავიდან აღებული ეს ყველაფერი სიმსუქნის ეს ჭარბი მომატება უმეტესად ჩემს გარშემო, რა თქმა უნდა, მე იმას ვიძახი, უმეტესად აქვს ყოფილ სპორტსმენებს, რომელიც აი გადაჭრით ანებებენ თავს სპორტს და მერე всё, იქ იწყება მთელი პრობლემები წონის მატებასთან ერთად. იმას კიდე თუ დაემთხვა კიდე რაღაცა პრობლემები, რაღაცები, მოკლედ წონა გადადის უკვე მესამე ხარისხზე და უფრო ადამიანი გადადის თვითგადარჩენაზე, ესე ვთქვათ. ხო და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ყველაფრის გავლით მივედი იმ კატასტროფამდე, რომ გავხდი 200 კილო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა იძახდა, რომ გიან უღაჭამამდეს და გასაგებია უღაჭამ, მაგრამ ნუ არის რაღაცა არის მდგომარეობა ისეთი, რომელსაც ვერ ახსნი და კეთდება, აკეთებ და არის რომელსაც ახსნი, მაგრამ ვერ აკეთებ რა, რომ კი ვიცი რომ უნდა არ ჭამო, მაგრამ ნუ ფსიქოლოგიურად ინგრევი. ორი ტიპის ადამიანი არსებობს, რომელიც ნერვულობს და არ ჭამს და რომელიც ნერვულობს და ჭამს. ორივე გადარჩენის გზა არის იმ ფსიქონევროლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის. ნუ ერთ-ერთი ვიყავი, მე მივხვდით ალბათ რომელი ვიყავი და ასე რომ იმ ჩემმა ესე ვთქვათ, წონის მატებამ და მისვლას იმ წონამდე, რა წონამდეც ვიყავი, გამოიწვია ძალიან ბევრი დაავადებები. ჯერ ერთი, იმასო თავი დავანებოთ, რომ კომპლექსები ჩამოყალიბდა. ვენური დაავადება, ხერხემლის პრობლემა მანამდე მქონდა და გაართულა.
აი ეს რაც უახო მახსენა სუნთქვითი პრობლემები და ასე შემდეგ ასე მე ხა სამედიცინო ტერმინოლოგიაში ნაკლებად ვერ ყვევი და მოკლედ მივედი გავიგე რომ არსებობდა ეს ზოგადად ესეთი ოპერაციული ჩარევა რომელიც მე მაშინვე ჩავთვალე რომ ეს იქნებოდა ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იმიტომ რომ ამ ხელაწონად გაქცეული ვარჯიში დამჯერად ვეღარ უშველის უნდა ქონდეს ფსიქიკა უმაღლეს დონეზე ასული და უნდა იყო ახალგაზრდა რომ ეგ შეძლო მაგრამ ახალგაზრდები ჩემი ჩემო იქნება რომ მაგამდე არ მივიდნენ ხო და მივედი რომ გავიკითხე გამოვიკითხე ვინ აკეთებს რომ აბა საათ შეიძლება მივიდე ბევრი არ იყო მაშინ მინდა მე გუნდა ეხლა მაგაზე ვფიქრობდი რომ სულ 2-3 ადამიანი მუშაობდა მაშინ ამ დარგზე დამჯერად იმ პერიოდში 2015 წელს ზოგადად ჩემთვისაც სიახლე იყო ეგ და გავარკვიე რომ არსებობდნენ ჩვენთან საქართველოში არ მიძებნია რომ აი მე რითი გადარჩი უბრალოდ ვიღაცა მითხრა აღარ მახსოვს ჩემო მეგობრებმა რომ არსებობს ესეთი ქირურგიული ჩარევა რომელიც შეიძლება შენ პრობლემა მოგიგვაროს და აი ესე მივაკვლიე ვახოს და ას განსვენებულ ძალიან ჩემთვის ძალიან კარგ და ბედნიერი ვარ რომ მაგ ადამიანს ვიცნობდი გავიცანი ეს არის ნიკოლოზ გვახარია რომელმაც ძალიან დიდი გული დაწყვიტა მე რა თქმა უნდა და თავის სამეგობროს თავისი რაღაც ნიკაზე ჩამოვარდა საუბარი შეგაწყვეტინებ გიორგი ნიკა უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ბარიატრიული ქირურგიის განვითარებაში პირველი ქართველი ექიმი იყო ვინც საქართველოში დამოუკიდებლად ქართული გუნდით შეასრულა ეს ოპერაციები და ყველაზე აღნიშნვა მინდა იმის რომ 2014 წლიდან აქტიურად დაიწყო ბარიატრიული ქირურგია ნიკას 2007-2008 ზუსტად არ მახსოვს მაშინტირებელი ოპერაციები ქონდა უკვე შემოვლითი ოპერაციები ბაიპას ოპერაციები მაშინ ნიკას გარდა არავინ არ აკეთებდა და მე კიდე кайხა ნიკას გარდა არავინ არ აკეთებდა და ნიკა იყო ის ერთადერთი ექიმი იმ დროს რომელიც რამოდენიმე სახეობის საზოგადოებაში არის ეს რომ კუჭის დაპატარება და ამის იქ ეხლა წამოვიდა უკვე ეს ბაიპას ოპერაციები რაც დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენ გუნდს ამ დარგის პოპულარიზაციაშიც და კონფერენციებზე თემები გამოდიოდა საქართველოში და კონფერენციებზე თქვა სლივი და ჩვენ გაქონდა სხვადასხვა მასშტაბირებული ოპერაციები თავისი შედეგებით და 5 წლიანი 7 წლიანი შედეგებით დიდი შედეგებით და ეს ხალხიც უკვე უყურებდა გამოცდილებას და რაღაცა ექიმები უკვე ნელ-ნელა მე სხვადასხვა გუნდებას დაიწყეს მუშაობა და დღეს ძალიან მიხარია რომ ძალიან მაღანდული პოპულარიზაცია დიდია და საქართველოს პოპულარიზაცია თვითონ მოთხოვნა დარგის მიმართ სოფლიოში ძალიან დიდი იმიტომ რომ სიმსუქნე ხო ძალიან სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა მთელი სოფლიოს პრობლემაა და ბარიატრიული ქირურგია არის ამომავალი კი არა ამოსული წერტილი სიცოცხლე იმედი და ძალიან ბევრი სიცოცხლეა გადარჩენილი ბარიატრიული ქირურგი მთელ სოფლიოში საქართველოში ნიკამ გააკეთა პირველი თქო ბაიპას ოპერაციები სადიესი რომელიც ძალიან მაგარი ოპერაცია 2016-ის ოქტომბერში იყო მგონი პირველად გააკეთებული ესპანეთში ტორესპა გააკეთა და 2017-ის 31 იანვარს გააკეთა ნიკამ და ხო ძალიან ბედნიერი ვარ ამ გუნდში ვიყავით მე გიორგი კოსმანი და ნიკოლოზ გვახარიამ გავაკეთეთ პირველი სადიეს ოპერაცია ნიკამ გააკეთა ჩვენ ასისტენტები ვიყავით 10 წელს წინ ძალიან პატარა იყო ნიკასთან ერთად გადავდგეს პირველი ნაბიჯები ბარიატრიულ ქირურგიაში ურამაც უდიდესი გამოცდილება მოგცა ძალიან ბევრმა პაციენტმა გაიარა ჩვენ ხელში გართულებებიც გვიმართია ჩვენი სხვისი ქირურგია გართულებები ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა ძალიან დაბალი ციფრი არის ამ გართულებების მაგრამ მაინც არსებობს და ყველაზე დიდი ცოდნა ამას ჭირდება გართულებების მართვას და ყველაზე დიდი გამოცდილება ეს არის აღალიბებს პროფესიონალად ექიმს და აქედან გამომდინარე ნიკა იყო პიონერი ვინც საქართველოში ბარიატრიული ქირურგია ასე ვიტყვი რომ დარგი აჩუქა ქვეყანას და ამისთვის მთელი ამ დარგის სპეციალისტები ჩემს მოგონებს იმიტომ რომ მე ხო გეუბნები სანამ მართლა ისი არა ვარ რომ აი უცბად გავიგე და მივარდი და
სანამ თქვენთან მოვიდოდი, ჩემებური რაღაც გამოკლე ესენი რა ქვია, ძიებები ჩავატარე, რომ ვინ რა როგორ და ნუ ალბათ მოხდით, ხო? ჯანმრთელობაზე გადავიდეთ. მოკლედ, ოპერაციის დღეს, როგორც აღნიშნება, ხო 185 კილო შევედი, გამოვედი, როგორც ამიხსნის მაშინაც საკმაოდ გართულებული მდგომარეობა მქონდა კუჭის ამბავში და გაკეთდა დიდი ოპერაცია მაშინაც, რაღაც უკან იყო წასულიო და რაღაც რეგულარული მასახინი, მოკლედ საკმაოდ ისეთ მოცულობითი ოპერაცია გაკეთდა და 4 დღეში გამომწერეს სამოწყობოდან -21 კილოგრამით. ეს იყო ჩემთვის, ნუ არ ვიცი. შოკი, არა, უბრალოდ რომ გამომწერეს -12-ით. 2 დღე სახში რო ვიყავი და ავიწონე, უკვე -20 კილოგრამი ვიყავი და ეს იყო ჩემთვის ცი როგორი შედეგი, რომ ჩემ საკუთარს რო ვერ უჯერებდი, საკუთარ შედეგს რო ვერ უჯერებდი. მინდა გითხრა, არ ჩავთვალე ის წვალებად, რომ ოპერაცია გავიკეთე, მართლა არ ჩავთვალე. იმიტომ რომ იმდენად მინდობილი ვიყავი ყველანაირად პროფესიონალიზმზე, ნიკასი და მისი გუნდის და ვახოსი, მე ნიკა და ვახო დაანჩენები რაღაც არ ვიცი, მახსოვს სახელები რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი. იმდენად მინდობილი ვიყავი ამ გუნდზე, რომ ის რა ოპერაციას გავიარე, საერთოდ არ ჩავთვალე პრობლემად. ჩაგეჭრები კიდე ერთი, იმიტომ რომ მაყურებელს შეიძლება ეგონოს, რომ 5 დღეში 20 კილო, 12 კილო ძალიან ისეთი ის არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე სითხის შეგუება ორგანიზმში და პირველი 2 კვირა ზუსტად ამ სითხის გამოდევნა ხდება ორგანიზმიდან და მაგით არის ესეთი ჩემთვის იყო შედეგი. იქ შიგნით რა მოხდა, არ მაინტერესებდა, მაგრამ შედეგი იყო ჩემთვის 20 კილო 1 კვირაში, ხო, 1 კვირაში 20 კილო. მე რა თქმა უნდა ბიჭების ესე მიმართა ვახოს და ნიკას რეკომენდაციები ყველაფერს ვითვალისწინებდი აბსოლუტურად აქტივობა სიარული მკვების რაციონი რა თქმა უნდა თვითონ რაციონს მევადგენდი მაგრამ თვითონ რეჟიმი როგორ უნდა მეკვება და რა უნდა მეჭამა რა თქმა უნდა გაწერილი იყო და ჩემი მონდომებით უკვე რო დავინახე ერთ კვირაში შედეგი ამდენი უკვე იმდენად მოვინდომე რომ ერთ წელიწადში მქონდა 100 კილო კლება. ეს იყო ჩემთვის, აი არ ვიცი, ერთი ჩემი თავის გადაგდება. ერთი გიას გადაგდება მოშორება და აქვთ ესეთი ჩინურ ვარჯიში შაოლინებს რო ეძახიან, სიმძიმეებით არ ბეინებენ ხოლმე და მე რო ხსნიან დაფრინავენ. ეს არის სრული სიმართლე ხო, დაფრინავენ ხა ის არ ვიცი მართლა ის დაფრინავენ. და სრულიად აი თითქოს ვერ გძნობდი როგორ დავდიოდი. იმიტომ რომ იმდენად ჩემი ტვინი სადღაც დარჩა 200 კილოში და კლება რო წავიდა და ჩამოვიდა ვერ ვიტყვი ახლა რომ ყოველ თვე 10 და 20 კილოს 20 კილოს ვიკლებდი, მაგრამ რო გადავიანგარიშოთ პროცენტულად რა როდის დავიკელი, დაახლოებით თვეში 10 კილო იყო რა, დაახლოებით. იმდენად სასიამოვნო იყო ეს სტუმარმას თქვა ერთხელ იმდენად სასიამოვნო იყო ეს ჩემი მდგომარეობა, რომ სუღიმილით დავდიოდი. ადამიანმა არ შეიძლება სუღიმილით იაროს, რაღაცა შეიძლება შეგაწუხოს. რაღაცა ფეხი კეთკინოს, რაღაც შეგაწუხოს და ან კიდე ფული არ კონდეს ჯიბეში და გიწყებს. მე არა, სულ ეს ბოდიში და არ მაინტერესებდა. იმიტომ იმდენად სასიამოვნო იყო ეს ჩემი მდგომარეობა. მივხვდი რომ გადავრჩი რა თქმა უნდა მე თავისი თამდები ესენი ქონდა პალიაჩკეს რო თქვა ტკივილები კენჯი გამოდევნა მე ამ კითხვასაც დაგისმევ მეორე ოპერაციის თემაზე რო გადავალთ პოსტოპერაციული პერიოდის შედარება მე თვითონ მაინტერესებს იმიტომ რომ 20 წელია გასული მედიცინა ვითარდება ჩვენც რა თქმა უნდა ვითარდებით და მაგით ყოველთვის ვამაყობ რომ ჩემი გუნდი ყოველთვის იქ არის სადაც განვითარებული სოფლიოა ამ დარგში თუ რამე ახალი ხდება ჩვენ გვაქვს ყველაფერი ეგ არის ზუსტად იმ აი ამ ბარიატრის ესე ვთვლი ამ ბარიატრის განვითარება ამ ოპერაციის არ არის უბრალოდ ოპერაცია ეს არის ადამიანის გადარჩენა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ადამიანის გადარჩენა რა თქმა უნდა კარგია თუ შენ თავს ხელში აიყვან არ შეჭამ არ დალევ ივარჯიშებ
რაღაცას იზა, მაგრამ არის ძალიან ბევრი მაგრამ. რომელიც ეს მაგრამი ჩაანაცვლა ოპერაცია. იმიტომ რომ ოპერაცია არის აკრძალვა. всё. აკრძალული გაქვს. აკრძალვა არ არის, ოპერაცია არის შანსი ახალი ცხოვრების. ჩემი თავიდან გამომდინარე გეუბნები, ეხლა თქვენ მედიცინის მხრიდან და ზოგადად კი ეგრეა, მაგრამ ჩემნაირი, ანუ ვერ ვიტყვი რომ მე ახლა ჭამაზე ჭკუა მეკეტება სიტყვაზე, მაგრამ მიყვარს კეიფი, ჭამა, სმა მიყვარდა. არა, ეხლაც მიყვარს, რა თქმა უნდა. მაგრამ არის აკრძალვა. იმისი რომ შენ თუ გინდა გადარჩეს, უნდა აიგრძალო დროებით, რომ მე ჩადგე რაღაცა იმაში გზაზე დადგე და იარო იმ გზით. კაი, მაშინ კითხოს დაგისმევ. რამდენად დისკომფორტი იყო პოსტოპერაციული პერიოდი კვების ხრი? არანაირი. ხო, მაგის გეკითხები, აკრძალვა არა, იმიტომ რომ პოსტოპერაციული დიეტა მზარდია, შეზღუდვა ფაქტიურად ისეთი არ გაქვს, უბრალოდ რომ იღებდი საკვებად დიდ ნაჭერ ტორტს, ეხლა იღებ შედარებით პატარა ნაჭერ ტორტს და გაკმაყოფილებს და ზოგადად ჩვენ ქართველები ვართ, ალბათ ახასიათებს ძალიან ბევრ ერს ესეთი რაღაცა რომ მეგობრები, ძმაკაცები, გარშემოყოფები, ერთი ჭიკადალიე, ორი ჭიკადალიე, გაიხსნა ყველაფერი, კაი ხასიათზე ხარ და აბა მიდი დავლიოთ. ეს გეუბნები სანამ ოპერაციას, სანამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ხარ. და რო ვიღაცას ეტყვი რა ბიჭო, მოიცა რა ის გული მტკივა, ხო არა უნდა დალიო. ანეკდოტებია მაგაზე, კაც გული უნდა ეთკინოს და არა ისა და მთელი თემები. ეს ყველაფერი ხუმრობა, ყველაფერი მიდის ესეთ გაივლის, მაგრამ სადღაც ილექება და ბიჭო რატო და როდესაც ეტყვი რომ მე ესა მაქვს გაკეთებული. აი არის აკრძალვა, მეტი კი არაფერი. მეტი არაფერი, ეს არის ზუსტად აკრძალვა რომ იმ შენმა ძმაკას მეც ამას აკრძალული, ამას არც დაჟე, არც გეძახიან. არ უნდა შემოგთავაზო. აღარც გეძახიან მე სუფრაზე. საქმეც მაგაში, აუ ეს ჩვეთეთით აღარასოს და აღარც გეძახიან და განა ის რომ იმას ძმაკაცობა დაივიწყან რაღაცა. უბრალოდ თვითონაც უხერხულში ვარდება, ხო, მიფრთხილდება. აი ამ ხრივ გიფრთხილდება. რომ არ გეძახის ბიჭო, შენთვის მინდა კიდე რომ არ მაგრამ იმა ხო არის ის რომ მე პირიქით მივსიამოვნებს ეგ ჯდომა და კეიფი და რაღაცა, მაგრამ მე ჩემი თავისუფლად დალაგებული ვარ. მოკლედ ეს თემები მე გავიარე და ვინც მე მიცნობს ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და ამჯერე მე შეიძლება ესე ვფიქრობდე და მე ხო შეიძლება ჩემი მხრიდან ესე იყო და ყველამ კარგად დალაგდა, მართლა გეუბნები ზოგი აღარ მეცახდა, ზოგს თან მე აღარ მივდიოდი, იმიტომ ვიცი იქ სიტუაცია რა დახვდება, როგორ იქნება და ასე რომ ის პოსტოპერაციული პერიოდი, რაც მე იმ პირველ იმაში რა ქვია, ოპერაციის მერე გავიარე 2 წელი დაახლოებით. სრული კლება რო აქტიური კლება დაახლოებით წელიწადი და 6 წელიწადი და 8 თვე გრძელდება კი 2 წელი და კლება რო დავამთავრე და მერე გადავედი უკვე ჩვეულებრივ არა. ხო, იმ წონისთვის და იმ დალაგებული რაღაცა იმისთვის რო გადავედი ჩვეულებრივ კვებაზე 8 წელი ვიყავ. დავდექი, ხო, 2 წლის მე რო მოვიმატე 10 კილო, თუ რა, მოკლედ 110 კილო გავხდი რა, ასე ვთქვათ, აღარ მახსოვს, 110 კილო გავხდი. 8 წელი ვიყავი 110, 115 ზამთარ ზაფხულში, სეზონური თემა იყო რა. ნაკლებად მოძრაობა ზამთარში, სამსახურეული ხრი, ზაფხულში უფრო მეტი და ასე შემდეგ. არაფერს ისეც არ ვაკეთებდი. როგორც ჩვეულებრივ ჯანსაღმა ადამიანმა უნდა იყოს ზევიკვებობდი. განსაკუთრებულად არაფერს არ ვაკეთებ. ჩვეულებრივად აბსოლუტურად ვისაც რა გვაქვს სახში, იმას ჭამდი და აი 8 წლის მერე მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რაღაცა ვადა მქონდა სიტყვაზე ამ ოპერაციას რაღაცა გარკვეული ეს მინდა რომ ამას ხაზი გავუსვათ, რომ სლივგასტრექტომია დაახლოებით 5-6 წელი, ნუ საქართველოში 5-6 წელი გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით. ზოგადად 4-5 წელი მუშაობს ეს ოპერაცია და შემდეგ დაკლებული ზედმეტი წონის, ანუ დაკლებული წონის დაახლოებით სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემები 40%-ზეც ადის. მატება. როცა თქვა ბაიპას ოპერაციებს უწერია 8%, 10%, 12%, გარკვეულ ლიტერატურებში 30, 40, 42%-ია მაქსიმალურად შემხედრია. მოკლედ ჩემ შემთხვევაში ესე იყო, ხო,
120 კილო იყო მაქსიმალური რაღაცა ისიც არც მიჩალიჩი რაღაც ჩამოსულაზე თვითონ დიეტა და რაღაცა ჩამოვიდა. ანუ აი ამ იმაში 10 კილოში იყო ჩემი მოქმედების არეალი ესე ვთქვათ. მე არ დაგისვა კითხვას როგორ იყავი ოპერაციის მერე რა შეიცვალა ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხო ყველა იცის ეს ვისაც გაუვლია ამ ხელა წონიდან წონის ნორმალიზაცია და ჯანმრთელი ცხოვრების ეტაპი საკმაოდ ბევრს გვისაუბრია სხვა პაციენტებს, სხვა სტუმრებთან, სხვა პაციენტებთან და პატარა მონახაზი თუ გინდა გააკეთე, მე უფრო მეტად მაინტერესებს აი ეს წონის რევერსიის დროცა დაიწყო, სად ჩაგერთო შენ ელარმი, რომ აი მე კიდევ ვსუქდები, იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვეუბნები პაციენტებს, რომ გახსოვდეს რა იყავი, იმიტომ რომ აქამდე არ მიხვიდე. მაგრამ სამწუხაროდ არის ის შემთხვევები, საბედნიეროდ ბევრი არ არის, მაგრამ მაინც არის შენაირი შემთხვევები და აქედან გამომდინარე დღესდღეობით მით უმეტეს ბევრად უფრო აქტუალური გახდა რევიზიული ბარიატრიული ქირურგია, ანუ განმეორებითი ბარიატრიული ოპერაციები, პლუს ამას არ არის თქვათ ქირურგია ეგრევე მოწოდებული რევიზიული ბარიატრი, ანუ წონის რევერსის დროს ეგრევე არ ვეცემი და არ ვაკეთებ თქვათ შემდეგ ჩარევას. მე მეოთხე ეტაპზე დგას ქირურგიული ჩარევა, მანამ მედიკამენტოზური მკურნალობები მიდის, ნუ გააჩნია რა დარღვევებია და რა წონაზე მოგმართა პაციენტმა. ეხლა აქ თუ 10-15 კილო, 20 კილოზე არის საუბარი კილოგრამზე, რომ გაგვექცა უკვე და ეს არის ზუსტად ელარმი, რომ ჩვენ მატება დავიწყეთ. მივაკითხოთ ექიმის და თერაპიული კუთხით ვაჯობოთ და არ მივცეთ საშუალება წონის მატებისა, ვიდრე თქვათ ეხლა შენ როგორც 150-155 კილოზე ახვედი, ხო და ხო მე მოხდი რომ მიშველე ოპერაცია გავიკეთე. აი მაგას გეტყვი ზუსტად, უყურე მე 200 კილოზე რო გადავიდეთ, მაშინ რო გითხარი რომ ყველა მსუქან ადამიანს ახასიათებს არ მაწუხებს და რაღაცა. ზუსტად ეს ჩაირთო ისევ რო ხო ჩემ და გასაკვირვად რა, იმიტომ რომ რაღაცას რაც ყველაფერი გამოვლილი ქონდა. რაც ჩემ და გასაკვირვად რაც არ უნდა ჩართულიყო წესით. მაგრამ ცხოვრებისმეული რუტინა, ანუ დროის უქონლობა, გადაღლილობა, უქონლობა არა, დრო მაქვს. თქვათ 6-დან 9 საათი იმას აქვია, 9-დან 6 საათამდე მუშაობ, 7 საათამდე, 8 საათამდე დრო მაქვს, მაგრამ იმდენად დატვირთულია ეს ჩემი ცხოვრება, ხო, ცხოვრების რუტინა სამსახურეობრივად. სხვა არაფერი იმდა შეიძლება სამსახურში, რომ იმაზე ფიქრი, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ დავდიოდი. სამსახურში იმდეს დავდივარ, ისეთი სამსახურში დავდივარ, სულ ფეხით მოძრაობ. უმეტესად მოძრაობ. რომ აი 8 წელი რო გავიდა, ხო იგივე სამსახურში ვიყავე, მაგრამ რო დავიწყე მატება. მაგრამ იგივეს არ აკეთებ, იმიტომ რომ მე მახსოვს დასაწყისში კონტეინერით დადიოდი სამსახურში, საკვები მიგქონდა. კი, არა, ხო, მაგას ვიძახ 2 წელი რო გავიდა მეთქი, მაგი აუხსენ. 2 წელი რო გავიდა და მესამე წელს უკვე მატება რო დავიწყე, აი მაშინ დავდიოდი კონტეინერით და მე დავანები ამ კონტეინერებს თავი. მაგრამ ვცდილობდი სახში მივსულიყავი მეჭამა და აი ესეთი რაღაცა და აი ზუსტად მაგას ვიძახი რომ იმდენად რაღაცნაირად ესე გავომივა ახლა. იმდენად მოკლედ დაიტვირთა ჩემი სამსახურებრივი გრაფიკები, ხო? გადარბენა, გადმორმენა, გაქცევა სახელიდან, ნუ არსებობს ახლა ჩვენ კი გვინდა ეს ყველაფერი დაალაგებულად ვიყოთ, მაგრამ ხო და ერთხელ გაუსინჯე სამსახურში, ისა რა ქვია, პერაშკი ნამცხვარი რაღაცა სიტყვაზე რა, რაც მოხდა, რაც ყველაზე მეტი დავაშავე. 8 წელი რო არ მიქნია, გავაკეთე 2 წელიწადში დავიწყე გაზენის დალევა. სამსახურში მე ამას ვიცოდი. მაგრამ ერთ თვეში და ორ თვეში რო არ მომცა ის შედეგი, რაც მე 1 წლის ბოლოს დავინახე, მეთქი გავატარე რა, ვახომ რა იცის. აი ესე მითომ გავიარე თავში, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცოდი რომ ეგ შედეგი რო დადგებოდა არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ცუც ვაკეთებდი და მეთქი ჩამო არა, მაინც ავიყვან ჩემ თავს ხელში და ავიყვან და ნუ რაღაცნაირად ადამიანები უფრო გადადიან გარშემოყოფის კეთილდღეობაზე, შვილების, ოჯახის და ასე შემდეგ, ნაკლებად აქცევენ პირადს. ჩემ თავზე ვიძახი, მე სხვაზე არ ვლაპარაკობ. ნაკლებად აქცევთ პირადს და ასაკიჩვება თავისას. ხო, მაგას ვიძახი და მე პლუს ასაკი ემატება და
მოკლედ რო ვთქვათ, დამნაშავე არის თვითონ პიროვნება, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. კაი, ზემოქმედება უყურე, აი ამ ბევრის ჭამის. ნაკლებია ჩემი თავიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ ვჭამდი ბევრს. ჩვეულებრივად ჭამდი, მივიდოდ даже არც ვსვავდი. სასმელით ჩემ ცხოვრებაში ასე თუ ისე ამოვიღე, იმიტომ არ მსიამოვნებდა. მსიამოვნებდა ცოტას დალევა რაღაცა სიტყვაზე. კაი ხასიათზე მოსვლა, აღარ მსიამოვნებდა 5 და 6 ლიტრა და 7 არ მინდო. ანუ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გასუხდე და მთელი თემები. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გარკვეულწილად მაინც არის და შეიძლება მცდარია, ხო? ხო, ახსნით შეჯამება გავაკეთო. მოკლედ მივედი ამ ყველაფრის მერე იმ წერტილამდე, რომ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. სხვა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც 10 წლის წინ მქონდა, სხვა ჩემი გადამრჩენელი არ იყო და აღარ უნდა მივსულიყავი იმ მაღალ წერტილამდე, რაზეც პირველ რიგში გავიკეთე ოპერაცია და რაღაცზე მოვიკლა მეთქი მანამდე თავი და მივედი უკვე ადრე ჩაირთო. ადრე არა, მაგრამ ჩემთვის ადრე ჩაირთო და მადლობა ღმერთს რომ ეს ჩაირთო. მე ამას თანდები რაც აყე ფინანსი მიმოვედით, მოკლედ მეორე ოპერაციამდე ჩემო. მივცეთ რჩევები, რა უნდა გააკეთონ პაციენტებმა, რომ არ დაჭირდეთ მეორე ოპერაცია. ჯერ ერთი უნდა კარგად უნდა გვახსოვდეს ის პერიოდი, რა კარგად ვიყავით იმ დაკლების პერიოდში, როცა დავიკელით, სულ უნდა გვახსოვდეს. რომ რა სასიამოვნო იყო ის დღეები, რომ ჩვენ ესე კარგად ვიყავით. მეორეც კიდე რადგან ექიმი, ამით უმეტეს როდესაც სიცოცხლეს ამდობ ექიმს, გეუბნება რომ არ შეიძლება. ჩემი რეკომენდაცია რომ გაზიანე არ დალიო, არ უნდა დალიო. აქტიურობა გქონდეს, იაქტიურე. და პლუს კიდე მე დავამატებ, მუდმივად უნდა გქონდეს კავშირი გუნდთან, რომელიც მუშაობდა შენ ოპერაციაზე. ნამდვილად. აი, სულ უნდა ეკითხებოდე, ჩვენ გონია რომ ექიმებს შეიძლება ჩვენთვის არ ეცალოს და ვაწუხებთ და რაღაცა, მაგრამ სულ უნდა გქონდეს ურთიერთობა. იმ გუნდთან, ვინც შენ აი ეს სიხარული მოგანეჭა, მე ესე ვთვლი, სიხარულის მომჭერა. მეორეში არა, ახალი ცხოვრების შანსი. და კიდე გასათვალისწინებელი ის ყოველთვის აი ხშირად მით უმეტეს სოციალურ ქსელებში ხდება ხოლმე ერთმანეთს უზიარებენ, გამოცდილებას, რეკომენდაციებსაც აძლევენ. სამკურნალო კუთხითაც კი რეკომენდაციებს აძლევენ წამლების დასახელებებით. კატეგორიულად არ შეიძლება ყოველთვის რეკომენდაცია შეიძლება მისცე ბოდიში რომ მიდი ამ ხალხთან. ეგ არის ერთადერთი რეკომენდაცია. ხო, მკურნალობის ტაქტიკაზე ვიძახი. შეიძლება აბსოლუტურად სხვა ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა ეს ერთ პაციენტს, მეორე სხვა, იმის არ შეიძლება ეს მეზობელმა მირჩია, იმის იმან ესე და გააკეთა და მეც ესე უნდა გავაკეთო, ესე არა. რა თუ ატყობთ რომ პრობლემა რაღაც სახით დგება, აუცილებლად კონტაქტი გქონდეთ. აქ ჩემო ხო იცი რა არის, მე მგონი ადამიანებს ეშინია ზოგადად ქირურგიული ჩარევის. ხო და ზუსტად ეს არის რომ მეორედ აღარ გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა, ჯობია თავიდან ყურადღება მიაქცია. ცდილობენ რომ ერთხელ გააკეთა ეს და მერე მოდი სხვა რაღაცით ქირურგი არ ჭირდება, შეიძლება ისე მე მაგისთვის ამემართია ასეთ რაღაცებისთვის პირადად გეუბნები. ჩვეულებრივად მივდიოდი. არც მიფიქრია მანამდე რომ მე მეორე ოპერაციას გავიკეთებ მეთქი, რომც გავსუხდე, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი. გადავიდეთ უკვე უახლოეს წარსულზე, მეორე ოპერაცია გავიკეთეთ, როგორ გძნობ თავს მე-13 დღეა დღეს. აბსოლუტურად გძნობ ისე თავს, როგორც გძნობდი პირველი ოპერაციის მერე. ძალიან მაგრა. ხნედ, რა თქმა უნდა. და წეღანდელ კითხვას უპასუხე მაშინ, რა განსხვავებაა პოსტოპერაციულ პერიოდში ამ ოპერაციაში 10 წლის წინ და ეხლა? ძალიან დიდი. პირველ რიგში ოპერაციის მერე, ანუ გამოფხიზლების მერე. ოპერაციაში არ ვიცი, გასყვება იქ თქვენი თონით უნდა იცოდეთ. გამოფხიზლების მერე აბსოლუტურად სხვა სიტუაცია დამხვდა, რომ მახსოვს. ის, ეხლა არ შევალ წვრილმანებში რაც. რატო არა თუნდაც დრენაჟები, ზონდები და ასე შემდეგ. დრენაჟი, კატეტერები, ეგეთ რაღაც არაფერი არ დამხვდა და მე ჩემს გაუცებას საზღვარი არ ქონა რომ
სულ თავისუფლად ავდექი. მალე გააქტიურდი, მალე გაეწერე. არ მაწუხებდა არაფერი არც ქვედა ზონაზე, არც ზედა ზონაზე. არაფერი არ მაწუხებდა გარდა იმისა, რომ კაის მედგა, კატეტერი. ხო, კატეტერი მედგა. არანაირი დისკომფორტი, არანაირი, ხო. ტკივილი? არა, რა ტკივილი. სიმართლე გითხრათ, არც მაშინ არ მქონია ტკივილი. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ორგანიზმის დამსახურება, არანაირი ტკივილი არ მქონია. და არც ეხლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეუბნებოდა, რომ ვაიმე რა მაგრა ხვტყიო და ვინც ეს ბარიატრია გაიკეთა სხვათა შორის. ჩემ შინაურებაზე, აუ, მაგრამ ტყიოდა და ალბათ მე ის გავიკეთე და ეს გავიკეთე. ნუ ადამიანის ინდივიდუალურად ფსიქოლოგია, ფსიქიკა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგის თქვა მინდოდა. ხო და აი ამ ბარიატრიულმა ქირურგიამ, რაც მე გეუბნები ოპერაციის მერე ჩემთვის მოკლედ ბარიატრია არის ერთი დასახელება კონკრეტულად კუჭის რაღაცა პრობლემის წონის პრობლემის მოგვარება, მაგრამ ექიმების ახსნით ძალიან ბევრი კონფიგურაცია და ძალიან ბევრი რაღაცა შედის ამ ბარიატრიის თავისი ქვეპუნქტებით, ესე ვთქვათ, ქვედასახელებებით, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ და მე რაც გამიკეთდა მაგალითად, ხო, აბსოლუტურად ჯერჯერობით კი არა, კმაყოფილი და კმაყოფილი ვიქნები 100%-იანი ვიცი, საბოლოო ჩემ შედეგს უკვე ვიცი რაც იქნება საბოლოო ჩემ შედეგი, იმიტომ რომ მართალია 10 წელი გავიდა და ვახო ჩვენ ერთ პერიოდში ერთ დროს მითხარი რომ მაშინ ახალგაზრდა იყავიო. მე ისე ვის ახალგაზრდა ვარ დარჩენილი, მიუხედავად იმისა რომ 10 წელი გავიდა და ისევ იმ შემართებით დავიწყებ და დაწყებული მაქვს აქტიურობა რაც მაგ პერიოდში, იმიტომ რომ მართლა არ მინდა იმ რაღაცა წონაზე ავიდე, თუ რაღაცა სხვა არაფერი არ მომკლა. ეს რაღაც არ მომკლავს 100%-იანი დარწმუნებული ვარ ჩემი ვახო და ეს იქნება, ეს არის თქვენი დამსახურება. ხო, კიდე ერთი მინდა აღვნიშნო რა. ზოგადად ვიღაცას ვინმეს განმეორებითი რაღაცის გაკეთება რო უწევს, ანუ ერთი და იგივე მინაზე ფეხს რო ადგავს, ესე ვთქვათ. ამ ოპერაციაზე არ მახსოვარი, კუჭი ზოგადად ოპერაციებზე მახსოვარი, ერთ-ეგ იქიმთან არ მიდია. იმიტომ რომ ისინი რომ სუდად გაუკეთა. მერწმუნე. მიუხედავად შენ კრატიცი ძალიან ბევრი არიან, სოკოს ავითარებ არავის, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ ჩემი მხრიდან, როგორც პაციენტი, მაგრამ 1,000,000% დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ისევ შენთან უნდა მოვსულიყავი. არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან, ნამდვილად არა იმიტომ რომ შენ და შენი გამოცდილება შენი გუნდს არ ვიცნობ, მე შენ გიცნობ, შენ და შენი გამოცდილება და შენი განვითარება 2015-დან დღემდე შენი ქცევები და შენი მოქმედებები და შენ რაღაც ჩვენ მეგობრები ვართ Facebook-ზე და იქაც რო უყურებ შენს მიმოსვლას სიმპოზიუმიდან სიმპოზიუმზე მე მარწმუნებ და იმაში რომ ეს ადამიანი შენ ხარ ამ სფეროში ძალიან განვითარებული. კონკრეტულად ამ ჩემ სფეროში, ჩემ დაავადების იმაში რა ქვია. დაავადება ხო სხვა მეთქე ხო. ხო და ამიტომაც ერთი წამითაც ხალხო არ გაივლოთ თავში ექიმა რომ მოკიდა ხელი რაღაცას რო აკეთებს, ის ექიმი თუ არის განვითარებაზე ორიენტირებული, ჩათვალეთ რომ ის მეორეთაც მოგარჩეს, იმას შეცდომა არ დაუშვია. შეცდომა ვლინდება ეგრევე და არა 10 წლის მერე. შეცდომა თუ დაუშვა ექიმა იმაზე რა ქვია, მაგიდაზე ვლინდება ან გამოსვლიდან ძალიან ცოტა ხანში და ასე რომ ექიმის შეცდომას არა, იცი რა არის გიორგი კიდე გასათვალისწინებელი აქ რომ სლივგასტრექტომია სოფლიოში ყველაზე პოპულარული, ანუ ყველაზე მეტი კეთდება. ამ სხვადასხვა ფაქტორები არის ამისი, მაგრამ ყველაზე ის დიდი ფაქტორი, რასაც ამ რაოდენობას აგროვებს, თქვა სლივგასტრექტომიების სოფლიოში არის ის, რომ ცუდად არავინ არ გამიგოს, მაგრამ ეგრეა სტარტია ბეგინერები, ყველა ეგრე დავიწყეთ. მაგრამ სამწუხაროა ის, რომ სხვა ოპერაციები თვითონ ექიმის მხრიდან ვიძახი, რომ არ აინტერესებთ, არ ვითარდება, ეს ამას აკეთებ. შემოსავალზე არ არის, აქ აბსოლუტურად არ არის შემოსავალზე საუბარი, უბრალოდ განვითარებაზე მიყოლაზია, რაღაცა ერთ ოპერაციას ვაკეთებ, სხვა ოპერაციებს ვერა, არა.
პაციენტს ყოველთვის უკეთდება ის ოპერაცია, რაც სჭირდება პაციენტს და არა ვიცი მე. და აქედან გამომდინარე სლივ გასტრექტომია მაგიტომ არის ყველაზე პოპულარული ოპერაცია, ყველაზე ბევრი მაგიტო არის გაკეთებული თელ სოფლიოში, იმიტომ რომ დამწყები ბარიატრიული ქირურგები ყოველთვის იწყებენ სლივ გასტრექტომიით და სამწუხაროდ არის შემთხვევები, რომ ჩერდებიან სლივ გასტრექტომიაზე და სხვადასხვა ოპერაციების ტაქტიკას თუ მე პოსტოპერაციული მართვას და რაღაცა, არ ვითარდება და ეს ცუდია და თუ ასეთ შემთხვევა არის შემთხვევები მეყოლია პაციენტები სლივ გასტრექტომია რო აქვს გაკეთებული და რეციდივი ან რევერსი წავიდა წონის ისე მივიდა იმ ექიმთან გაუკეთა ოპერაცია და ისევ გაკეთა სლივ გასტრექტომია ხო რაც რომ შედეგი არ გამოიყო თავის დროზე ცოტას გამოიღებს მაგრამ ძალიან მოკლევადიანი იქნება და ეხლა ვიღაც შეიძლება მაგარი შედეგი ისევ მაგრად გახდა და რაღაცა არ მჯერავს მართლა ამჯერა 100-დან 5% შეიძლება იყოს ეს ისიც იმაზე დამოკიდებული პაციენტი რამდენად ორგანიზებულია და კიდე მოულის ოპერაციას, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაში როცა უკვე კუჭი ისევ ახლან არის გადაწილი კუნთოვანი ქსოვილის შესუსტებულია გათხელება და ასე შემდეგ, ბევრი ნიუანსია მოკლედ და მაგდრ ყოველთვის რაღაცა სტეპით უფრო რთულ ოპერაციას აკეთებ და უნდა კონდეს ისეთ ექიმებთან შეხება, ვისაც ამის გამოცდილება. აი ზუსტად მაგას ვიძახი, განვითარება. პირველ რიგში ახლა მე ექიმს ამბულად ვერ შევეშოთ ექიმებს ამ თემას შევეშოთ შენ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებ რაღაცა ექიმს მე მეთქი არც შევეხები არაზრს ექიმს უბრალოდ ჩემი შეხედულება მაქვს ადამიანი რაღაცას უარჩევს ექიმსაც არჩევს როგორც ექიმს არჩევს და რა თქმა უნდა კლინიკას ისე არჩევს დობა უნდა ქონდეს პირველში ექიმისა და მე ერთი რამ მინდა ვთქვა ერთი რამ ყველაზე მთავარი რაც არის ადამიანი რომელიც წვება საოპერაციო მაგიდაზე სანამ მაგიდასთან მივა ეს შეიძლება რეზუმეზავით თქვა, მაგრამ ეს არის პირველი და არავითარ შემთხვევაში თავში არ უნდა გაივლო ის, რომ მე შეიძლება რამე მომივიდეს. ხო, ეს კარგი რჩევაა. აი, არავითარ შემთხვევაში, რომ აი, ვაიმე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ფსიქიკა ისეთი ოხერი რაღაცაა, რომ შენ რო გეშინოდეს ოპერაციაში, ვაიმე, გული არ გამიჩერდეს, იქ ნარკოზიდან ვერ გამოვიდე, მიდიხარ ექიმებთან, იმიტომ და სპეციალისტებთან, იმიტომ რომ მე იცი რაც უნდა აკეთო. დანარჩენი უკვე არის ღვთისნება, შენ გიწერია თუ არ გიწერია სიცოცხლე. ჩვენ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში და ზოგადად ესე გვასწავლეს, რომ ყველაფერი არის ღვთისნება, მაგრამ ამ დალოცვის თუ დავეხმარებით, ჩვენი ქცევით, ისი ცოტა დაისვენებს და სხვა საქმეს მოკიდებს. მერფის კანონი არ გჭირდება. არ გჭირდება, ხო. ამიტომ უნდა ნებისმიერი საქმე ჯერ ერთი და მით უმეტეს როდესაც ჩვენ სიცოცხლეს ეხება და ვანდობთ ჩვენ სიცოცხლეს იმას რა ქვია ექიმს ექიმიც ნერვულობს როდესაც ადამიანი მეს ვთვლი როდესაც ადამიანი მიდის და ვაიმე ეს ხო არ მომივა და ვაიმე მე როგორი არ გამიჩერდეს და იქნებ გული ხო არ გამიჩერდება შეიძლება პირველი დღე ორი დღე გეხუმროს გეღადაოს შეტეთად აყვეს გაწყნაროს მაგრამ სულ მაგას იმეორებდე ადამიანი ორი ყური კი გვაქვს, მაგრამ ერთად გროვდება ტვინში და იმან შენს გადარჩენაზე ფიქრობს თუ შენს იმაზე რომ ვაიმე ამას ეშინია და უნდა მიხვიდეთ ვინც გადაწყვეტავთ ოპერაციას და მიანდობთ თქვენ სიცოცხლეს რა ქვია ექიმს უნდა მიხვიდეთ აბსოლუტურად ლაღად როგორც ჩვეულებრივად მიდიხარ მაგალითად ექიმს თავი დავანებოთ მიდიხარ მაგალითად რაღაცის საყიდლად და იცი რომ იმას რო იყიდი შენ გაგიხარდება და შენი სურვილი აისრულე რომ ის იყიდე და გაკ. უნდა მიხვიდე აი მაგ აზრით რა. არ უნდა გაივლოთ ცუდი არა. კაი, ეხლა გავიაროთ პერიოდი, ეს ახალი პერიოდი, წინა საოპერაციო მომზადება, პერიოდი, რომელიც კლინიკაში დაყავი და ეს პერიოდი, რაც კლინიკიდან გამოწერილი ხარ, აი სათითაოდ შეგრძნებები, იმედები და ალბათ კომფორტიც, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობთ რომ პაციენტს კომფორტი შეუქმნათ. კომფორტია პირველი. უყურე ახლა კლინიკის სიტუაცია და სახლის სიტუაცია ხო განსხვავებულია. კლინიკაში ისე კომფორტს ვერ გზნობ, ფიზიკურ კომფორტზე მაქვს, კომფორტს ვერ გზნობ, ვიდრე ხო ვერ გზნობ ხო იქ თავი დამახასიათებლებია ხო რა თქმა უნდა კლინიკაში წოლა რასაც მაგრამ ის რომ ახსნის მე რა თქმა უნდა ექიმი რო აგიხსნის რომ შენ შეიძლება რაღაცა გართულები მოყვეს ნევა მე რაღაც აგივარდეს და სახში ვერ ამ ყველაფერს ვერ დაიცავ და გადასხმას ვერ ეს აუცილებლობაა და
თუ ამ აუცილებლობას კომფორტი მოყვება თვითონ კლინიკის პალატაში, ეგ თრად უკეთესია. რაც შეეხება მე ჯანმრთელობას და შეგრძნებებზე გეკითხები. ხო, რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხო? შედარებას ხო გითხარ კიდევ, რომ შედარებას ვერ გავაკეთებ პირველი ოპერაციაზე, იმიტომ განსხვავებული იყო აბსოლუტურად. არა, ეხლანდელი შეგრძნებები იყო ჩვეულებრივი. არაფერი განსხვავებული. გარდა იმისა, რომ თვალით ხედავდი, რომ მე ოპერაცია მქონდა გაკეთებული. შიგნით, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი აღთქმაა ისეთი. თვალით რას ხედავდი? პატარა წერტილებს, ხო, ხედავდი ის, რომ მაქვს რაღაცა გაკეთებული, პატარა წერტილები და მაქვს ისა რა ქვია. კათეტერი მიდგა. ხო, ისიც აღნიშნოთ, რომ რეკონსტრუქცია, ანუ განმეორებითი ოპერაცია ისევ ლაპარასკოპიულით სრულდება 99% იყო. ხა ჩემს შემთხვევაში, ჩემზე გაფიცი, რომ შესულეს ლაპარასკოპიულად. აი ეს ახსნილი გაქვს, რომ 21 საუკუნე რო არ ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა ჩემი მდგომარეობა ამ კონკრეტულ დაავადებაზე. ხო და რავი, მე დიდი დისკომფორტი ჯანმრთელობის მხრივ რა თქმა უნდა, იქ განსხვავებული არა, როგორც ვიყავი და როგორც ვარ, მომეშვა ეს ყველაფერი. რასაც მე, თქვათ, მაშინ, როცა სამ ოპერაციას გავუკეთებდი, არ ვაკვირდებოდი რაღაცა დისკომფორტები, ვთვლიდი რაღაცა წნევა ამივარდა და ამივარდა, თურმე ამის შედეგი ყოფილა, რაც მე ეს მქონდია, პრობლემა მქონდია. ის მომეხსნა და ეს იყო ჩემთვის კომფორტი, თორე დანარჩენი, ხო, ჩვეულებრივი რა, ანუ რა ვიცი, არ ჩავღრმავები ვარ, ვახო. სიმართლე გითხრა, რომ აი მე ნაღულის ბუშტი არ მაქვს, მაგრამ სიცარიელე გამიგი ეგეთ რაღაც, რომ სიცარიელეს ვგზნობ, ვერ ვგზნობ. ჩვეულებრივად ვარ. აი რა გავაკეთო ხა, ხო შეიძლება ვაკვირდებოდე, არა. ველოდები იმას, რომ ეს ჭრილობა მოშუშტეს, ეს ყველაფერი ჩადგეს იმაში, რომ ჩემი აქტივობა, რაც ზოგადად სამსახურში მაქვს, ხო და ზოგადად აქტიური ვარ, არ მიყვარს ჯდომა ერთ ადგილას. დამსვა ერთ ადგილას და ვიყავი ცუდად ესე ვთქვათ, რომ მივედი იმ კონტექსტამდე, რომ უნდა გავიკეთო ოპერაცია. დამეწყო ისე იგივე პრობლემები და იმიტომაც წამოვედი გამოვიქეცი უსვათ შენთან და აი ეს მომეხსნა. სახში გამოვედი, ეს მომეხსნა, ძილიანობა მომეხსნა, დაღლილობა მომეხსნა, ტკივილები მომეხსნა. აი ეს ორი კვირა ეს პერიოდი როგორ ატარებ? მაგ პერიოდს გეუბნები ზუსტად. მომეხსნა ტკივილი, ნებისმიერი ტკივილი, რაც მე ოპერაციამდე მქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი მომეხსნა. მუხლის ტკივილი, ხერა. კვების ხრი რამდენად გავლილი გაქვს, მაგრამ ეხლა თავიდან გადიხა, რამდენად დისკომფორტია? არანაირი დისკომფორტი არ არის და რატო უყურე? არ ვიცი ახლა სხვის შემთხვევაში როგორია, მაგრამ ზოგადად ისე როგორც მაშინ შიმშილს ვერ გზნობ. მაგრამ ძალიან კარგად შემიძლია გემოების გარჩევა და რაც ზოგადად ადამიანს ჭამა ანიჭებს სიამოვნებას, გემოს რო იგებს, ანიჭებს სიამოვნებას. ის კვება, რასაც მე ჭამ, ჩემთვის მანამდეც მისაღები იყო, რაღაცა სხვადასხვანაირ ვარიაციებში რა, იქ დისპროდუქტია თუ რაც იქნება. ამიტომ კომფორტით მივდივარ. იმის გამო რომ მე შიმშილის გზნობა არ მაქვს. მაგრამ რაღაცა რადგან გავლილი მაქვს ის პერიოდი, ვიცი რომ უნდა ჩავჯდე იმ ყალაპოჩი, რაკაპოლაპოჩი საჭიროა რომ ვიყო, ადვილად მივდივარ. მაგ იმისკენ რა ქვია, მიზნისკენ. და კვებად თვითონ რაც შეეხება რაციონი ისე კარგად არის შედგენილი, მართლა კარგად არის. რას პირველ იმაზე ოპერაციაზე, აი პირდაპირ გეტყვი. მე რაც ბავშვი საჭმელებს ჯამე, ამ ბავშვს როგორ აჭმევენ იმას და რატო ტანჯავთ? პატარა ესენი რო არის. ხო, პიგურები. ხო, აი ძალიან ცუდია. გახსოვს მე გუშინ რო გითხარი, აქ რას ნიშნავს ეს? ან არის თუ ეს არა, ან არისო რომ მითხარი? აი მომეწონა. მივხვდი? არჩევანის საშუალება გაქვს. გინდა ბავშვის პიურე ჭამე, გინდა აიღე ვაშლი და გახეხე თუ რა ქვია, ატამი თუ რაც არის, ხილი რაც წერია. გახეხე, გინდა გოგრა მოხარშე, გინდა მაგეთ ვარიაციები, ეთყობა სერიოზულად იმუშავა, თქვენთან ვიღაც შეფპოვარმა. ძალიან სერიოზული. ჩვენი შეფპოვარი არაფერში არ არის. თქვენი არა, ზოგადად ამ სისტემაში, ხო. საერთაშორისო სისუქნის ფედერაცია. ხო.
სპეციალური მიმართულება არ იყვებაზე, რომელიც რეკომენდაციებში თვალწინებდა და ეს ყველას. იმ პერიოდში თავიდან ხო მე მაგიტომ ვთქვი, გამიჭირდა ეგ რომ აი ბავშვის კვება, განაის რომ ბავშვად, აი რომ გავშინჯე გემოებით. აი მე ძალიან არ მომეწონა. გიორგი, შეჯამება გავაკეთოთ, მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს, იქიდან გამომდინარე რომ უკვე მეორე ოპერაცია გაიგეთ და მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ალბათ, ოღონდ ეს არ მიიღო იმათ, რომ შენ ფეხი-ფეხზე გადაიდო და ისე, იმიტომ რომ ხო, ისეთი რეკონსტრუქციული ოპერაცია გაიგეთ, ამ როგორც თავიდან ვიაღრუჟეთ, ყველა ოპერაციას თავისი მოქმედების პერიოდი აქვს. საკმაოდ 8-12 წლიანი მოქმედების პერიოდი აქვს იმ ოპერაციას ახლა რაც შენ გაკეთებული და საკმაოდ ძლიერი ოპერაცია. რა თქმა უნდა, სხვა მხარეც გასათვალისწინებელი აქვს, ჩანაცვლებითი თერაპია გვჭირდება, ვიტამინები უნდა მივიღოთ, უნდა დინამიკაში ვაკონტროლოთ ანალიზები, მაგრამ ეს არ არის რაღაცა რუტინული რაღაც ისეთი ხო რომ შენ ცხოვრებაზე რაღაცა ისე რომ გავლენა მოახდინოს სულ ამაზე იფიქრო რომ ეს არა გვიწევს ოპერაციიდან ერთ თვეში მოგვიწევს ჩვენ ანალიზების ჩაბარება იქიდან გამომდინარე რა დარღვევები იქნება ჩანაცვლები თერაპიას დავიწყებთ ეს აქ არ არის კუნალობაზე აქ არის ჩვეულებრივ კვების დანამატებზე და ვიტამინებზე საუბარი და რა თქმა უნდა დინამიკაში ჩვენ დავაკვირდებით ჩვენ აქტიური წონის კლების ფაზაში ეს 2 წელი დავაკვირდებით ჩვენ ანალიზებს კონტროლს ინსტრუმენტებს თუ ლაბორატორიულს სტანდარტულად და სტანდარტების გარეშე თუ რამე ჩივლები გვექნება რა თქმა უნდა ამ ჩილებიდან გამომდინარე ჩავერევით და გამოვასწორებთ თუ რამე იქნება გამოსასწორებელი გავაკეთოთ შეჯამება მოდი გადაცემისა და შენი პატარა რეკომენდაციები მივცეთ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ მოიქცნენ პაციენტები და დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. მოკლედ რეზუმის გავაკეთებდი ესეც რომ ჯერ რა თქმა უნდა კარგია რომ გაუფრთხილდეთ იმას ჩემ შემთხვევაში რომ მეორედ არ დაგჭირდეთ ოპერაცია. და რაღაცნაირად თუ ამას მოახერხებს ხა ადამიანი რომ შეინარჩუნოს ის ტემპი ცხოვრების რა ტემპშიც იყო იმ კლების პერიოდში პირველი ოპერაციის კლების პერიოდში ის შეინარჩუნოს მთელი ცხოვრება რა თქმა უნდა კარგია ეს მიღწევადია ალბათ შეიძლება ვწდები მაგრამ 20%-ში 80% ძალიან რთულად მიდის მერე ჩემ შემთხვევაში როგორც იყო რა თქმა უნდა რთულად არა ანუ განმეორებით ზემიდის რა ხო და რაც წეგან აღნიშნე და ვთქვი რაც ვთქვი წეგან რომ თავარია თუ გადავწყვიტეთ ოპერაცია ნდობა იყოს მაღალხარისხზე და შიში იყოს გამქრალი ჯობია გამქრალი იყოს და ყველაფერს ყველა საქმეს რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას თქვენს ხო დამავიწყდა მე თქო მაგრამ ახლა ვიტყვი რაც შეეხება ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს აღნაგობას, ჩვენს მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვართ, სიმსუქნის დროს იქნება თუ კლების დროს თუ აი მომატება და კლების დროს, მიიღო ყველაფერი იუმორში. იუმორი ძალიან ბევრ რაღაცაში ეხმარება ადამიანს. ჯერ ეხმარება იუმორში რომ გაატარებ ვიღაცის მიერ ნათქვამს რაღაცა რეკომენდაციის სახით თუ რაღაცა სისულელის სახით რომელიც შენ უკვე იცი მაგრამ მაინც გეუბნება იუმორს და ის განებებს თავს ეს გადაურს ხომ არა სამწუხაროდ არიან ადამიანის კატეგორია იმდენად უკვე დიდ პრობლემებს უქმნით სიმსუქნე რომ იუმორისტის ნამდვილად არ ძალიან და მართლა სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის აი მაგას აი იუმორში ვატარებ მაგრამ იუმორში შენც კი უნდა გადაიყვანო შენი სიცოცხლე იუმორში შენ უნდა დაანახოს რომ შენ არ ხარ დაგდებული დავრნე, მაგრამ უნდა იფიქრო იმაზე ეს როგორ გამოასწორო შენ მდგომარეობა და აუცილებლად უნდა მიაკითხოთ სპეციალისტს, რა თქმა უნდა თქვენ ვისთანაც იგრძნობთ თავს კომფორტულად ურთიერთობაში. ჩემი მხრიდან თუ ახლა ვახოს რეკლამებს არა ვარ. რეკლამებს თვითონ ეს გადაცემები არ იმისთვის რომ მე რაღაცა დარგის პოპულარიზაციისთვის და აი მაგასთან დარგზე ყველაზე მთავარია იდეა რაც იყო, იმიტომ რომ პაციენტების უმეტესობა სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროა არ არიან ჩართულები პოსტოპერაციული პერიოდის მართვაში ექიმები არ არიან ჩართულები. ორი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი ის არის რომ
ძალიან დიდი რაოდენობა გაედინება საქართველოსთან, რაც ჩემთვის ერთადერთი ახსნა ყველასგან, იმიტომ რომ უფრო იაფია თურქეთში და ფაქტიურად სუდად ბოდიშის მოვიხდი ყველასგან უპატრონოდ გამოდის პაციენტი, იმიტომ რომ არ არის მარტო ოპერაცია ბარიატრიული ქირურგია უდიდესი ინსტიტუტია, მეცნიერება არის და პოსტოპერაციული მართვა არის ყველაზე დიდი საპასუხისმგებლო და ყველაზე დიდი ცოდნა ჭირდება, რომელიც ამ საზღვარგარეთ გაკეთებულ პაციენტს სამწუხაროდ უმეტეს 99%-ს არ აქვს და უფრო აქეთკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება ცნობადობა დარგის მიმართ გაიზარდოს აქ არის ჩვენთან მოდი ოპერაციაზე გაკეთო, არ მაკლია ოპერაციები, მაგის პრობლემა არ არის. აქ არის უბრალოდ რომ ადამიანებს დავეხმაროთ. მე მაგ ახო ლაპარაკი ადამიანთან ურთიერთობაზე, მიდგომაზე. ხა სწორედ გამიგეთ ექიმი ხარ და სხვა ექიმი თუ დაკვდა წარბებს შეკრული და მხოლოდ მოისმინა ხო ხვალე გამოდი და ზეგამიგი ანალიზები გავიკეთოთ და ანუ სტანდარტულად თუ წავიდა მე მესმის ის ადამიანია და შეიძლება დაღლილი იყოს კონკრეტულ მომენტში, მაგრამ როცა ეს ყველასთან ესე არის, მაგრამ მაგარი სპეციალისტია ის სპეციალისტად რჩება უდაოდ, მაგრამ შიში მაქედან უფრო ჩდება. მიდგომა ადამიანთან მიდგომა არის ყველაზე მთავარი. როგორ მოადუნებ ეს ყველა დარგში ესეა ყველაში, მით უმეტეს ექიმებთან როცა გახდა სიკვდილის სიცოცხლესთან არის. ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ ოპერაციას თუ იმ ოპერაციას არ ახლავს ძალფეხი იქეთ არა გაქვს მოკლედ. მაგრამ ვერავინ ვერ დამარწმუნებს მაგას. იმიტომ რომ არავინ არ იცის რა გართულება ორგანიზმი რას გამოიწვევს. პოზიტიურად დავამთავროთ. არა, მე ეს პოზიტივი, აი უყურე ახლა თუ დაამთავრებ ისე როგორც საჭიროა, ცოდვა ექიმი, მაგრამ შენ ძალიან კარგად იქნები, უკვე აფერი აღარ გაყენებს რა. აი ეს არის ჩემი პოზიცია. მოკლედ, ხალხო, გაუფრთხილეთ ჯანმრთელობას, აუცილებლად შეასრულეთ ის რეკომენდაციები, რასაც პირველზე თუ არა მეორე ოპერაციაზე მაინც გეტყვით ექიმი, აუცილებლად შეასრულეთ, რომ არ განმეორდეს პირველის შედეგი. ჩემ შემთხვევაში ვიტყვი რა, 10 წლის შემდეგ მაინც არ გამეორდეს ის შედეგი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამ წუთას. ძალიან სასიამოვნო იყო გიორგი, საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მადლობას მოგიხდით ყურადღებისათვის, გამოიწერეთ და ლაიქეთ ჩვენი არხი, თქვენთან იყო ვახტანგ შერაშვილი. დაგუსით შეკითხვები, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.